მოციქულთა საქმეები. თავი პირველი. პირველი წიგნი თეოფილე, მე შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც იწყო იესომ. იმ დღემდე ვიდრე ამაღლდებოდა სულიწმიდით იძლეოდა ბრძანებებს მოციქულებისადმი, რომლებიც მან ამოირჩია, რომელთაც გამოეცხადა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ, მრავალი სარწმუნო ნიშნით. 40 დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე. შეკრიბა ისინი და უბრძანა. ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ დაელოდეთ მამის აღთქმულს, რაზეც ჩემგან მოისმინეთ. ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი არც თუ მრავალი დღის შემდეგ მოინათლებით სულიწმიდით. ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას. ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ უფალო ისრაელს სამეფოს? უთხრა მათ, თქვენი საქმე არ არის იცოდეთ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე. ეს თქვა და სანამ ისინი უყურებდნენ მას, ამაღლდა იგი და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალს. როცა ისინი ხედავდნენ მის ცად ამაღლებას, აჰა წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამუსით. უთხრეს, გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, ზეთისხილად წოდებული მთიდან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის ახლოს, შაბათის სავალ მანძილზე. შესვლისთანავე ავიდნენ ზედათვალში, სადაც იმყოფებოდნენ პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა. ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ, დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან და მის ძმებთან ერთად. იმ დღეებში წამოდგა პეტრეს შეკრებილ ძმებს შორის. იქნებოდა სულ 120-მდე კაცი და თქვა. კაცნო ძმანო, უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ, დავითის პირით იუდაზე, რომელიც წაუძღვა იესოს შემპყრობლებს, ვინაიდან იგი ჩარიცხული იყო ჩვენთან და წილად ხვდა ასეთი სამსახური. მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურით და როცა დაენარცხა შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის, ასე რომ მათ საკუთარ ენაზე ეწოდა იმ მიწას ხაკალდამა, ანუ სისხლის ყანა. ვინაიდან ფსალმუნთა წიგნში წერია, გატიალდეს მისი სახკარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი და მისი პატივი სხვა მიიღოს. ამგვარად ჯერ არს იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახსნენ, როცა ჩვენ შორის დადიოდა უფალი იესო, იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე. ერთ-ერთი მათგანი გახდეს, ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე. დააყენეს ორნი, იოსები, ბარსაბად წოდებული, რომელსაც იოსტოსი შეარქვეს და მატათია. ილოცეს და თქვეს, უფალო ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამორთაგან ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე, რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკვდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო. წილი უყარეს მათ და ერგო წილი მატათიას და ის მიეთვალა 11 მოციქულს.